ეს კადრები ვარდების რევოლუციის შემდეგაა გადაღებული. თემურ მღევრიშვილის სპეცნაზი თბილისის მერიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. რამდენიმე თვის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქის მთავარ მოედანზე საპატრულო პოლიციის პრეზენტაცია მოაწყო. ხელისუფლების პირველი პირები აცხადებდნენ, რომ საპატრულო პოლიცია საზოგადოების სამსახურში ჩადგებოდა და მის ნდობას მოიპოვებდა. პოლიციაში გარანტირებულია დღეს სახელმწიფოს მხრიდან სრულობა და პოლიციაში გარანტირებული იქნება საზოგადოების მხრიდან პატივისცემა. ხელისუფლება საინფორმაციო საშუალებებში პატრულის მიერ განხორციელებულ ყველა ოპერაციას წარმატებულად აფასებდა. ასეთ წარმატებად გამოცხადდა ვარდების რევოლუციიდან 1 წლის თავზე ჩატარებული ოპერაციაც, რომლის დროსაც პატრულმა 5 პირი დააკავა, 1 კი ადგილზე მოკლა. ეს ინციდენტი 2004 წლის 24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე დიდუბის პანთეონთან მოხდა. დაახლოებით ღამის 3:30-ზე საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა BMW-ს მარკის ავტომანქანა გააჩერა. ერთ-ერთ პატრულს მისივე ჩვენების მიხედვით მძღოლის საბუთების შემოწმების დროს მანქანიდან იარაღის გადატენის ხმა შემოესმა. რის შემდეგაც იარაღი თავადაც ამოიღო და გადატენა. მეორე პოლიციელის ჩვენებით, რომელიც საპატრულო მანქანაში იმყოფებოდა, უეცრად მისმა მეწყვილემ გადაძახა იარაღი აქვთო, რის შემდეგაც საპატრულო მანქანიდან ისიც იარაღმომარჯვებული გადავიდა. პარალელურად დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე გამოძახებული დამხმარე ორკაციანი ეკიპაჟი მოვიდა. მათი ჩვენებით ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მანქანიდან გადმოსვლისთანავე გაიღო BMW-ს უკანა მარჯვენა კარი, საიდანაც გადმოხდა უცნობი ბიჭი, რომელსაც ორივე ხელით დაახლოებით მუცლის ზემოთ ეჭირა ავტომატი. ლულა დამხმარე ეკიპაჟის პოლიციელისკენ ჰქონდა მიშვერილი და მისი მიმართულებით ორჯერ გაისროლა, რასაც პოლიციელის საპასუხო გასროლა მოჰყვა. სროლის შემდეგ პატრულმა ყურადღება BMW-ში მსხდომ პირებზე გადაიტანა. იარაღის დაყრა და ავტომანქანიდან გადასვლა უბრძანა. პოლიციელები ირწმუნებიან, რომ ავტომანქანაში ერთ-ერთ ფეხებშუა ავტომატი ედო. ერთმა მათგანმა კი ასფალტზე ნაგანი გადმოაგდო, მეორემ ხაკისფერი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ჩხრეკის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა კიდევ ერთ პირს აღმოუჩინეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა გადამღებმა ჯგუფმა ვიდეოფირზე აღბეჭდა ავტომატური იარაღი, რომელთაგანაც ერთი ასფალტზე ეგდო, მეორე კი ავტომანქანის წინა სავარწელთან. ფირზე აღბეჭდილი ავტომანქანის საბარგულზე შეგროვებული ხელყუმბარა და სხვა საბრძოლო მასალებიც იქვე ჩანს სროლის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის გვამი, რომელიც საფინანსო ინსტიტუტის სტუდენტი ამირან რობაქიძე აღმოჩნდა. იმავე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულებს ბრალად იარაღის უკანონო ტარება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს. საქმის მასალების მიხედვით ამ ინციდენტს წინ უძღოდა რაციით მიღებული ინფორმაცია, რომ საღამოს 6 საათზე დინამოს სტადიონთან 03-ის ეკიპაჟმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ნაცემ პირს. მან განაცხადა, რომ სცემეს უცნობმა ბიჭებმა, რომლებიც მოძრაობდნენ შინდისფერი BMW-ს მარკის ავტომანქანით. პოლიციელების თქმით, რაციით გადასცეს, რომ აღნიშნული მანქანა პოვნის შემთხვევაში უნდა დაეკავებინათ. რამდენიმე საათის შემდეგ ზუსტად ასეთი მანქანა წერეთლის გამზირზე დიდუბის პანთეონთან შენიშნეს და გააჩერეს. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ გავრცელდა ოპერატიული ინფორმაცია. ტელეგადაცემები, კურიერი და პატრული აცხადებდნენ, რომ საპატრულო პოლიციამ დააკავა შეიარაღებული ყაჩაღური ბანდა, რომელთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას პოლიციელის სროლა მოჰყვა. სროლის შედეგად კი ერთ-ერთი ყაჩაღი ადგილზე დაიღუპა. შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადასტურებდა თბილისის საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ზურაბ მიქაძეც. ერთ-ერთმა გადმოსულმა გადმოიღო ავტომანქანიდან კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და სადამაზე მჭიდის გაკეთება, რადგანაც შესაბამისად მათი მხრიდან იყო მიღებული ადეკვატური რეაქცია, იყო მოწოდება იმის შესახებ, რომ დაეღარათ იარაღი, თუმცა აღნიშნულს არ დაიმორჩილნენ პიროვნებები, მოხდა გასვლა, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს დამნაშავეებმა პატრულს. სროლის შედეგად დაღუპულ ამირან რობაქიძეს, რომელსაც ახლობლები ბუთას ეძახდნენ, არ შეიძლება იარაღი ჰქონოდა, ირწმუნებიან მისი ოჯახის წევრები. არასდროს მას რაიმე ცუდი დამახასიათებელი არც სამხანაგობაში, არც თავისი ინსტიტუტში, დექანატში არასდროს არ ყოფილა. არასდროს შემჩნევა არ ყოფილა ჩემშვილიშვილზე და თავის დროზე სახლში არ ყოფილიყო. რობაქიძის ახლობლები დარწმუნებულნი იყვნენ ტელევიზიით გადაცემული ინფორმაციის უზუსტობაში. ამის გამო დაღუპულის მამიდამ დაურეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის მაშინდელ უფროს გურამ დონაძეს და სთხოვა არასწორი ინფორმაციის გავრცელება შეეწყვიტათ, რასაც მისივე თქმით
დონაძის მხრიდან მუქ არ მოხვა. არასწორად მიდიოდა ტელევიზიაში გადაცემა და ინფორმაცია, ამიტომ აღებულმა დავრეკე დონაძესთან და უთხარი, რომ არასწორად არის ეს ინფორმაცია ყველაფერი და შეგიძლიათ გადაამოწმოთ და ესე გავუშვათ, რომ ბავშვები ბანდიტები და ყაჩაღები მოგამოყავთ. არ იცნობთ საერთოდ ამ ბავშვებს თქო. და არასწორი ინფორმაციისთვის თქვენ თვითონ დააგოთ პასუხი. მეთქი ესე უთხარი და მან კიდევ მითხრა, რომ პასუხისგებაში ვის მისცემს იმასაც ნახავ. ქეთევან რობაქიძე ამბობს, რომ დონაძემ მას დასაშინებლად პოლიციის თანამშრომლებიც მიუგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ კარზე იყო ზარი. ისე ძალიან უმაგროს მიბრახულებდნენ, კარზე მართლა შემიშინდა ძალიან და ვკითხე, რომ რა მიბავთ თქო, კარი გამიღეთო მიუგნებოდნენ. და მე შემიშინდა ძალიან და მე როგორც გადაურეკე. გამოსულიყო და ერთად შევხვედროდით ამ პიროვნებებს და სადარბაზოში გავედი. და მათ ითხოვდნენ, რომ უნდათ აუცილებლად გადაემოწმებიათ საიდან იყო ზარი დონაძესთან და ამიტომ უნდა ჩემი წაყვანა უნდათ უფროსთან. 26 ნოემბერს გამოძიებამ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გიორგი ქულდაძის, ირაკლი მიხაბერიძის, აკაკი ბართაიას, ლევან დანგაძის და კახაბერ აზარიაშვილის წინააღმდეგ სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. რაიონულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. საოლქო სასამართლომ დაკავებულთაგან 2 დარბაზიდან გაათავისუფლა. 3 პირის მიმართ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. რაიონულ სასამართლოსთან შედარებით საოლქო სასამართლო აღმოჩნდა არაკომპეტენტური. საოლქო სასამართლოს მოსამართლე ნაწილობრივ დააკმაყოფილა სამ პიროვნებას საკვეთის ხმების სახით დაპატიმრება შეუჩია. ეს იყო ის ზეწოლის მექანიზმი, რომლითაც ფაქტიურად სასამართლოც ეხმარებოდა პროკურატურას, რომ ამ პირებს ეღიარებინათ დანაშაული. ფაქტიურად შემდგომ თვითონვე განონძიებელმა მოუხსნა პოლიციის ყველა ბრალდებულს მოუხსნა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის ასევე ხელყუმბარის ტარება, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და შენახვა ეს დაუტოვა, იმიტომ რომ აშკარად ჩნდებოდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მოიტანეს ეს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. რობაქიძის დაღუპვის ფაქტი გამოძიებამ ცალკე ეპიზოდად გამოყო. რამდენიმე თვის შემდეგ რობაქიძეების ჩატარებულმა ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის შედეგებმა ცხადყო, რომ 24 ნოემბრის ღამეს ამირან რობაქიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და პატრულმა მას უმიზეზოდ ესროლა. პოლიციელები ამბობდნენ, რომ რობაქიძეს 2 ხელით მუცლის ზემოდან ეჭირა ავტომატი. ლულაკი მიშვერილი ჰქონდა ბაშალეიშვილისკენ და მის პირისპირ იდგა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით კი რობაქიძეს ტყვია მოხვდა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, კერძოდ იღლიაში. ტრასოლოგიურმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ მითითებული ურთიერთგანლაგების შემთხვევაში შეუძლებელი იყო რობაქიძეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში ნაჩვენები დაზიანებები მიეღო. ექსპერტიზის დასკვნით რობაქიძე ასეთ დაზიანებებს მაშინ მიიღებდა, თუ ბაშალეიშვილის მიმართ იქნებოდა ოდნავ კუთხით, აწეული მარცხენა ხელით სხეულის დაშვების დროს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღწერენ ამირან რობაქიძეს მისი მეგობრები, რომლებსაც პოლიციელებმა გასროლამდე ჯერ ხელების მანქანაზე დაწყობა, შემდეგ კი გინებით ხელების მაღლა აწევა და დაწოლა უბრძანეს.